საქართველოს ნორჩ-მაშვალთა კლუბის მეორე ნაკადი ბელარუსში გამართული მე-12 საერთაშორისო შეჯიბრიდან დაბრუნდა. მოზარდებმა ტყის მასივში დაბრკოლებების გადალახვის გუნდურ შეჯიბრში საპრიზო პირველი, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს და მედლებით დაჯილდოვდნენ. მათ ასევე გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და პრიზები. გუნდმა შეჯიბრში კულტურულ-ისტორიული პროგრამაც წარადგინა, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა. ჩვენი გუნდი გამოირჩეოდა ამ შეჯიბრებაში გუნდურობით, შეკრული გუნდი იყო. ბოლოს ჩატარდა შერეული გუნდური შეჯიბრება, რომელშიც თავი გამოიჩინეს და დაიკავეს პირველი, მეორე და მესამე ადგილები. ნორჩ-მაშვალები პირველად გაემგზავრნენ აზერბაიჯანში და ახლა მინსკში იმყოფებოდნენ. პროექტის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია, გამომდინარე იქიდან, რომ მომავლის ბანაკის ფარგლებში ეს პროექტი ხორციელდება და ეს იყო საპილოტო პროგრამა, იყო პირველი გასვლა, ამ შემთხვევაში უკვე მეორე დაბრუნება იყო მინსკიდან. ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ ამ პროექტით. საქართველო პირველად მონაწილეობდა ასეთ პროექტში და ჩემ აზრით კარგად წარმოაჩინეთ თავი. მე პირველი ადგილი ავიღე ქვეყნებს შორის.